დღეს არის ორშაბათი არის კვირის დასაწყისი. ყველაზე სერიოზული დღე, როგორც მე ვიტყოდი და შესაბამისად იმედის ეთერში დატვირთული არის გადაცემები, საინტერესო ამბები, თუმცა ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე საიდუმლოებით სავსე, ყველაზე აზარტული მეგა შოუ ემზადება სტარტს იღებს ნახევარფინალისთვის. სულ რამდენიმე საათი დარჩა იმისათვის, რომ გავიგოთ თუ ვინ გადავა ნახევარფინალში, მოიხსნის თუ არა ვინმე კიდევ იმას ნიღაბს, უბრალოდ ფინალში ვერ გადავა, რადგან დღეს არის ნახევარფინალი და უკვე გამოაშკარავდებიან ის ადამიანები, რომლებმაც აი ამ მთელი 2 თვის განმავლობაში იმაში გვამყოფეს ისეთი ადრენალინის ქვეშ და ისეთი ინტერესში, რომ რაღაცა აი ნებათაღელოა იყოსო, აბა ის არის და რა თქმა უნდა დეტექტივებისთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ის იქნება, სიურპრიზი იქნება, იმიტომ რომ მათ ვერაფრით ვერ გამოიცნეს რამდენიმე პერსონაჟი, მაგალითად პანტერა, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ფარაონის უკვე მე თვითონაც ამერია ეს ყველაფერი, მედუზა და კენგურო, კი. აი, იმიტომ ვინ არის და მოდით ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთოთ ანრი ჯოხაძეთ, რომელიც ალბათ ნასიამოვნებად გაკვირვებული არის, გამოჩენილი დეტექტივი, კი, თავისი მე ისეთი საოცრებები ჩაატარა, ისე გაარტყა ერთ რაღაც ნოტაზე რამდენიმე ადამიანი, რომ ნუ რა თქმა უნდა ხა ანრის თავისი პროფესიის უზადო პროფესიონალია და ისეთი ყური აქვს, რომ ჩვენ რა უნდა ვთქვათ, მაგრამ ანრი თვითონ გვაკვირვებს, არა მხოლოდ მონაწილეები და პერსონაჟები. ანრი, გამარჯობა. გამარჯობა. სალამი ანრი. მოგესალმები იმედის ერთგულ მაყურებელს, როგორ ხართ სტუდიაში? არა გვიშავს, თავად ხომ კარგად? ანრი, ესე იგი, ყოველთვის, ოდესაც მთავრდება ხოლმე სეზონი, ვინ არის, ვფიქრობთ, რომ რაღა უნდა იყოს აწი, ვინ უნდა გაგვარკვირვოს და ერთმანეთზე უკეთესი სეზონები გამოდის. კი, ნამდვილად და რო არ ელოდები არავის. წელსაც აი 4-ში ყველა გამორჩეულია და მე-4-იც ძალიან გამორჩეულია. რა იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი? მოდი, სანამ დღევანდელ დეტალებზე გადავალთ, გითხარი ამ პროექტის განმავლობაში აქამდე ნახევარფინალამდე. იცი რა არის, ეს სიურპრიზები არასოდეს დამთავრდა ამ სეზონზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლევანდელი მე-4 სეზონი ვინ არის ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია, იმიტომ რომ აი სწორედ ამ სიურპრიზების გამო, ესე იგი, თავიდან გონია რომ აი პირველი 3 თოჯინა გაიხსნება და ეს ლეგენდები, დიდებული არტისტები ამოდიან და არასოდეს დამთავრდა ეს დიდებულება ამ შოუში. ანუ შესაბამისად წლევანდელი სეზონი იყო გამორჩეული სწორედ ამ დიდებული სიურპრიზებით. და ჩემთვის გამორჩეული ეპიზოდი იყო ემოციურად, როდესაც საათის მიღმა აღმოვაჩინე, რომ იმყოფებოდა ლეგენდარული კომპოზიტორი ქალბატონი ნუნუ დუღაშვილი, რაც ნამდვილად ჩემთვისაც შოკი იყო და მთელი აუდიტორიის. ნუნუ დუღაშვილი სანამ ნიღაბს მოიხსნიდა, ანრი, მე მგონი მანამდე წინა პირველ გამოჩენაზე თქვა, რომ აი რაღაცო ეხლაო, რაღაც ერთი ბგერის მეასედი გავიგეო და აიო, კახეთო ჩემო კახეთოშიო, როგორცო თითქოსო ამ ბგერას წარმოთქვამდაო. კი, აი რაღაც აი ეს ხო იყო აბსოლუტურად მუსიკალური მიგნება, რომ დავაკავშირე ტემბრი და ერთადერთი მართლა ვინც მომივიდა ვერსიად და თქვი რომ ახლა რომ აქედან ნუნუ დუღაშვილი ამოვიდეს გადავკირავდები იყო მართლაც ასე მოხდა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მეტი ვერსია არ მქონდა. გადაყირავებას ცოტა კიდე გაკლდა ისე შეიცხადე ანრი ეს მომენტი, როდესაც ქალბატონმა ნუნუ მოიხსნა თავისი საათის ნიღაბს. კი, იმედა მახსოვს ისა დავემხე, ესეთ მუხლი მოვიყარე და სხვათა შორის აი დღეს ცოტა ამინდი რომ შეიცვალა ეგრეთ წოდებული შორტები ჩავიწვი და დავხედე ფეხს და დღემდე იარა მაქვს მუხლს სხვათა შორის მაშინდელი დაცემის, მაგრამ ისიც დაცემა იყო, როდესაც ყველაზე ბედნიერი წამოვდე კი იმ სცენიდან, როდესაც ნუნუ დუღაშვილს მივაგე პატივი. ანრი, მოდი ახლა გადავიდეთ დღევანდელ დღეზე, დღეს ზუსტად 2 საათზე, 22 საათზე, უფრო სწორად იმედის ეთერში დაიწყება უკვე ნახევარფინალი, ვინ არის, რომელსაც ყველა ველოდებით და ძალიან გვაინტერესებს ვინ
გადავა ფინალში. მოდი, აი დღევანდელ საღამოზეც რომ ვინ გადავა ფინალში, მე ვერ მოგიყვებით. არა, თავისთავად ეს არ მოგიყვებით. რაც შეეხება ეკო ნახევარფინალს, ესე იგი, აქაც განსაკუთრებული შოუ გველოდება, იმიტომ რომ ეს იქნება გოსპელური ჟანრის ნახევარფინალი, სადაც თეონა ცირამუას გორის ქალთა გუნდი აჟღერებს საოცარ მუსიკას და კი იცით ეს გოგოები როგორ მღერიან და რა დონის პროფესიონალები არიან, ეს კიდე ცალკე მუსიკალური ზეიმი გვექნება, გარდა იმისა, რომ სანახაობრივად იქნება სასწაული ტრადიციულად. ასე რომ დიდი მუსიკალური, ასე ვთქვათ, ნირვანა გველის დღეს 22 საათზე იმედის ეთერში. აი ერთი შეკითხვა მაქვს, შენ ახლა გამოჩენილი დეტექტივი ხარ, ეს თავიდანვე ვთქვი მე და კარგად იცი ხოლმე გამოცნობა. იცი რა მინდა გკითხო. რა თქმა უნდა, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შენ შემთხვევაში რას უფრო აქცევ ხოლმე ყურადღებას? აი იმას მინიშნებებს თუ მაინც ხმის თემზე აკეთებ ხოლმე აქცენტს, რომელი უფრო ამართლებს? თუ ეს ორივე როგორ არის? ამ სეზონზე ძალიან გადავერთე ხმის ტემბრზე. მანამდე უფრო მინიშნებებზე და რაღაცა სხეულის ფორმებით იქნებ ვიღაცას გავს და ასე შემდეგ. აი წლევანდელ სეზონზე ძალიან გამიტკბა ტემბრების აღმოჩენა და თან გავართ თან ვერა. შემთხვევაში გაამართლა კიდეც ნამდვილად. ამ სიამოვნებამ ტემბრებზე დაგერების. რეკორდი მოვხსენი გამოცნობის და ცოტა ცუდი ყოფილა ამდენი სწორი ვერსიის დასახელება, იმიტომ რომ რაღაც მომენტში აღმოვაჩინე, რომ ღმერთო ინტერესო არ კარგა ახლა ამ როგორც დეტექტივისა და ეს არ მოხდება. ვერ მოხდება, იმიტომ რომ შენ დარწმუნებული ხო არ ხარო, ნამდვილად ეს არის, ეს ხო შენი ვარაუდია და ეს რომ მტკიცდება ხოლმე, მე ამას შეიძლება კიდე ხელიც კი შეგიშალოს სხვათა შორის. ალბათ. ქალბატონი თამარ გვერდწითელის გამოჩენამ გამოიწვია კიდე უდიდესი აჟიოტაჟი. ნამდვილად ეს იყო შენი პროექტის ნამდვილი ფურორი, იმიტომ რომ მეც კი რომელიც თამარის ასე ვთქვათ ფანი ვარ მთელი ცხოვრება და მისი ყველა ბგერა ვიცი და ყველა ვოკალური ნიუანსი, აი მე ვერ გამოვიცანი და თქვი კიდეც რომ მთელი ცხოვრება ამ სირცხულზე ვერ ჩამოვიღეცა, იმიტომ რომ მე ვერ გამოვიცანი თამრიკო გვერდწითელი, მაგრამ აი უწორედ იმაზე მეტყველებს რომ ეს ქალი მართლა გენიოსია, ისე შეცვალა და შენიღება თავის ვოკალი, რომ აი მეც კი რომელიც მას მთელი ცხოვრება ვეთაყვანები და მართლა მისი ყველა ბგერა ვიცი გაჟღერებული, აბსოლუტურად ახლოცაც კი არ ვიყავი ვერსიას. მით უმეტეს, როდესაც ვერ გამოვიცნობთ ხოლმე თქვათ პერსონაჟებს, გვინდა რომ აი კიდევ შემდეგ ეპიზოდში იყოს იქნებ რა იმდენად ვერავინ ვერ გამოიცნო, რომ შემდეგ უკვე რაღაცნაირად გამოწვევა იყო დეტექტივების და უკვე ინტერესი იყო რომ მოიხსენი ნიღაბი რომ დავწვრდათ. მოიხსენის მომენტზე როგორ ხდება რომ უცებ აღმოაჩენენ რომ ასეთი სახალხო მომღერალი, ასეთი რანგის არტისტია შოუში და მე უკვე ჩვენ დეტექტივებს გვანძღავენ რატო გაუშვით და ამას მე აღწევენ რატო. ვიკითხო ზუსტად თვითონ დეტექტივებიც ერთმანეთში თითქოს ერთმანეთს ისე დაასწრებს დასახელებას, ვინ უნდა მოიხსნას, რომ პასუხისმგებლობა თითქოს არ აიღოს მესამემ, რომ გადაწყვიტოს საბოლოო ჯამში რომელი პერსონაჟი იხსნის ნიღაბს. აი თქვენი ეს სამეულის გადანაწილება მაინტერესებს, როგორც ცდილობთ ხოლმე, რომ პირველმა თქვათ, ვინ უნდა მოიხსნას ნიღაბი და ეს არის ინტერესი. მარიტა, ნახე როგორ იყო რა უი, მე მგონი ტექნიკური პრობლემა გვაქვს, მაგრამ დაგვიბრუნდება. ანრი დარწმუნებული ვარ. ყველაზე საინტერესო ჩემთვის რაც იყო იმ მომენტში გაიგე და უშავს კიდე დაველაპარაკეთ. მოკლედ, მოდი ახლა დაველოდოთ, ბარემ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ აი ასეთი სიურპრიზების შემდეგ წარმოიდგინეთ რა სახელები და გვარები, რა სახეები ამოდიოდა ნიღბებიდან, ახლა უკვე ნახევარფინალში მთლად გავგიჟდებით, ალბათ რას უნდა ველოდოთ. ფინალზე რომ არაფერი ვთქვათ. თავისთავად და ბუნებრივია რომ დღეს 22 საათზე ყველა ვუყურებთ იმედს. მაშინ ჩვენ ველოდებით რა თქმა უნდა ვინ არის და მანამდე ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას.